გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო ამერიკაში მოლოდინებზე და იმედებზე, რომელიც ახალი ჩამოსულებისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დილემაა ხოლმე ხშირ შემთხვევაში. და მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გქონდეს და ეს ზედმეტი მოლოდინები არის ყოველთვის დიდი გულგატეხილობის საბაბი. რა ხდება, როცა ჩამოვდივართ? ჩამოვდივართ იმ სტერეოტიპული განწყობებით თუ დამოკიდებულებებით, რომ ეს ოცნებების ასრულების ქვეყანაა, აქ ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებშია, ეს ქვეყანა გაძლევს ყველაფერს და მოკლედ ამ ქვეყანაში ნებისმიერისთვის მარტივად არის გზახსნილი. მოკლედ, ჩემი დაკვირვებით გეტყვით, რომ ეს ასე არ არის და ჩემი 2 წლიანი, 2 წელიწადნახევრიანი გამოცდილება, არა, მეტი 3 წლიანი გამოცდილებით თუ მეტით არა, ამერიკელებთან და ამერიკულ ოჯახებთანაც, ჩემი დასკვნა და ამასაც თავადაც ადასტურებენ, რომ ოცნებების ახდენის თუ რაღაცა სასწაულების მოხდენის ქვეყანა, ეს ქვეყანა როცა იყო, სადღაც 40-45 წლის წინ სადღაც აი ამ პერიოდში იყო ეს ყველაფერი, უფრო ადრეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 25 წლის წინ თითქმის ეს პერიოდი დასრულდა. მაგრამ დარჩა ეს ძველი დიდება და ეს დამოკიდებულება რჩება დღემდე მათთვის, ვისაც ჯერ აქ არ უცხოვრია. როცა ჩამოდიხარ, ხვდები, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო გალამაზებული, შელამაზებული, ბევრი მოლოდინი იყო გადაჭარბებული და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ვინმე აპირებთ, რომ ჩამოხვიდეთ და დარჩეთ, ძალიან რეალისტურად შეხედოთ ყველაფერს. ზუსტად ისეთივე პრობლემების წინაშე დგებით, როგორშიც გვიცხოვრია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეხლა კომუნალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობ, ხო? ზუსტად იგივე ტიპის ემოციური პრობლემები და ისინი ხდება ბარიერები, გადასალახი და ასე შემდეგ. მოკლედ, აქ საქართველოსგან განსხვავებით, წითელ ხალიჩას, ასე ვთქვათ, არავინ არ დაგიგებს და წითელ ხალიჩას გადატანით მნიშვნელობით ვამბობ, გულისხმობ, რომ ლოიალური სამყარო, ან ლოიალური გარემო აქ არ ყავს. აქ არ არიან შენი მეგობრები, ძირითად შემთხვევაში, იშვიათად რომ ვინმეს ესე ყავს, ესეთი ეგულება მეგობარი, როგორიც საქართველოში ყავდა და აქ ყავს უკვე. აქ არ არის შენი კოლეგების წრე, აქ არ გცნობენ, აქ ყველაფერი თავიდან გაქვს დასაწყები. ამიტომ მოლოდინი იმისე, რომ მე რა მაგარი გოგო ჩამოვედი ამ ქვეყანაში, როგორი ჭკვიანი ვიყავი და ვარ და რამდენი რამის კეთება შემიძლია და ამიტომ მე რა უნდა გამიჭირდეს, არის ტყუილი. ამცდარი. იმიტომ რომ ჯერთი დავწყოთ იქიდან, რომ სხვა ქვეყანის, სხვა კულტურის მატარებელი ხარ, სხვა ფასეულობები გაქვს, სხვა ქცევა გაქვს, სხვა განათლება გაქვს, სხვა ტრადიციები გაქვს და შესაბამისად სხვანაირად რეაგირებ ყველაფერზე და ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ის რაც უნდა ცოტა მოზომილად გაუკეთო დემონსტრირებად, საკუთარ თავთან უბრალოდ უნდა იყო მართალი და აღიარო, რომ შენ აქ ჩამოხვედი და არავინ არ გიცნობს. და ის რომ შენ ამდენი რაღაცა ისინი გაქვს დიპლომები, სერტიფიკატები და დიდი გამოცდილება, სულ არ აინტერესებთ ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი. თუ შენ მაინც და მაინც ასეთი მაგარი ხარ, ადექი და გააკეთე შენი საკუთარი ბიზნესი, თუ ამის თავი გაქვს და დაიმკვიდრე თავი. ამის საშუალებას ეს ქვეყანა ნამდვილად გაძლევს, მაგრამ ამას სჭირდება დიდი ფულიც. ეს არ არის იდეით დაწყებული, თქვათ $1 დაწყებული, ან თუნდაც $20,000 დაწყებული ბიზნესი ვერ იქნება. ამიტომ ამასაც წლები უნდა და შესაბამისად აქამდეც უნდა მიხვიდე და თუ ამას ისევ ძალიან კარგი. მაგრამ სხვა შემთხვევაში მოლოდინები ძალიან ისეთია, რომ მე იცი რა, ესე ვიმუშავებ, აქ ვიმუშავებ, ვცადე ვიმუშავე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს სფეროში მუშაობით ფინანსურად საერთოდაც არაფერი ისეთი სახარბიელო და საინტერესო არ არის. ამიტომ 2 წლის შემდეგ თუ 3 წლის შემდეგ, ხო, 3 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი იქ, სადაც ყველა მიდის, დასაწყისიდანვე. ამ გადასახედიდან რომ გითხრათ, კი არ ვნანობ, რომ დავაგვიანე, უბრალოდ ვაღიარებ, რომ დავაგვიანე. დავაგვიანე ამ სფეროში შემოსვლა, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, რომელიც ფინანსურად მეტნაკლებად სტაბილურობის განცდას გაძლევს და ეს ამნიშნულოვანია ამ ქვეყანაში, იმიტომ ყველგან, მაგრამ ამ ქვეყანაშიც, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხარჯები გაქვს. ამ ხარჯების გარეშე უბრალოდ ხო ვთქვი კიდეც, ამ ხარჯების გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებ. ელემენტარული ხარჯები არის დიდი და ამას უნდა გადახდა. შესაბამისად, შევედი იმ მომსახურების თუ რა ქვია რაღაც სერვისში, ბებიების მოვლა თუ ჩემ შემთხვევაში ეს არის, ძიძათაც ვიმუშავე.
რაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო და მე უკვე მივხვდი რომ ეს ყველაზე კარგი ამბავი იქნება თუ კომპანიონად ვიმუშავებ ბებიებთან, თუმცა შემდეგი მოლოდინი ესე თქვათ გაბათილებული თუ რა ქვია მაგას გულგატეხილობას ვერ დავარქვა, იმიტომ რომ იშვიათად ვარ ხოლმე, იშვიათად გამტეხია რაღაცაზე გული, თუ ძალიან საკაცობრიო რაღაც არ ხდება და ახლა ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება, კი ბატონო, მაგრამ ისე ზოგადად რაღაცეები ესე მარტივად ვერ მომსხრევს, მაგრამ ის რომ პირველად რომ დამირეკა რეკრუტერმა კადრების HR-რაც ქვია, რა ვიცი, ადამიანები, რომლებიც პირველადად არჩევენ CV-ზე დაყრდნობით კანდიდატებს და პირველ გასაუბრებას უტარებენ, რომ დამირეკა და მკითხა გამოცდილების შესახებ, მე მოუყევი ჩემი გამოცდილება საქართველოში რაც მქონდა. დაბნეული იყო ძალიან და პაუზა ქონდა ისეთი, რომ მეგონა რომ გაითიშა ტელეფონით ხდებოდა და დარწმუნებული ხართ თქვენ ამ სამსახურს ეძებთო და მე უკვე გადავიდა ეს ყველაფერი თავის მართლებაში ჩემი მხრიდან, რაც აბსოლუტურად უკვე კრახია გასაუბრების დროს, იმიტომ რომ რა ის თავის მართლება უნდა ისე დააჯერო ადამიანი პირველივე 5 წუთში, რომ განწყობაც ისეთი შეუქმნა. ამ ადამიანებს ექნებოდათ განწყობა თანაგრძნობის და ემპათიის, ანუ ესეთი იყო ყოველთვის, რომ მაგრამ აი კონკრეტულად ბებიასთან მისასვლელი გზა იჭრებოდა, იმიტომ რომ არავის არ სჭირდება რა ვიცი კონფლიქტოლოგიაში გამოცდილებით თუ ეფექტურ კომუნიკაციაში თუ რა, აი რაც გინდა, რაც მაქვს CV-ში, ის არავის არაფერში არ სჭირდებოდა და მე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც CV-ს შედგენისას უნდა, ასე ვთქვი, CV-ს გადაკეთებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ, ხო? მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემს CV-ში არ არის ეს არაფერი და რა ვქნა, რისგან შევადგინო ახლა ეს ყველაფერი. ასე ვთქვათ, ჩავშალე ყველაფერი უნარების და ემოციების დონეზე ლამის და ის რომ ვთქვათ, მოხუცები გიყვარს, ის რომ კულტურაში გაქვს, რომ შენი მოხუცი შენთან ცხოვრობს და ასე შემდეგ და იცი რას ნიშნავს ეს და იცი რას ნიშნავს დემენშა და ასე შემდეგ და რაღაცა გამოვჩორკნე, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, მე გეხმარება ესეთი უწყინარი ტყუილი, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, ყველა გეუბნება, გიმუშავია თუ არა, ამიტომ უნდა გქონდეს რაღაცა მსგავსი და მეგობრების რეკომენდაცია თითქოს მათ, ასე ვთქვათ, ბებიას ან დედამთილს უვლიდი. რას იზავ, გიწევს, ეს ამით არავის არაფერი არ უშავდება, თუ საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული. ახლა დარწმუნებული საკუთარ თავში ვიყავი იმაში, რომ ვიცი საოჯახო საქმე და ვიცი, ვთქვათ, ადამიანთან ურთიერთობა, რაც ვთქვათ, კომპანიონის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვთქვათ, ლოგინად მყოფებ თან არ ვმუშაობ, ამიტომ მიწევს მათთან ერთად ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრება და კომუნიკაცია, ასე შემდეგ. ხო, და გამოვიდა პირველი სამსახური, ასე ვთქვათ, გამომივიდა და პირველი სამსახურიდან მიღებული უკავშირებით ძალიან, ასე ვთქვათ, გავთამამდი და გავუმყარდი საკუთარ უნარებში და ძალიან თამამი ვიყავი მე უკვე სხვა სამსახურის ძებნისას, იმიტომ რომ მქონდა რეალური რეკომენდაცია და მოკლედ ეს ერთ-ერთი იმედი და მოლოდინები, რომ თემას დავაბრუნო ისევ თემა, არის ეს, რომ იმედი გაქვს, რომ ჩამოდიხარ, რომ ყველაფერს გამოიყენებ, რაც გაქვს, მაგრამ მე უკვე ხვდები, რომ ეს ყველაფერი ასე არ მუშაობს და მე უნდა ჩამოიყვანო ეს ყველაფერი რეალისტურ, ასე ვთქვათ, მოლოდინებამდე, რომ შენი დიპლომით ამ ქვეყანაში შეგიძლია დაიწყო მუშაობა, აღიარება გააკეთებინო, ან ეკვივალენტი იქნება იგივე, ან ნაკლები, მე რაღაცა თუ დიპლომზე მიდგება საქმე. თუ უნარებზე მიდგება საქმე, მაგ შემთხვევაში უნდა დავანებოთ თავი იმის დემონსტრირებას, როგორი მაგრები ვართ, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ეს არ მუშაობს. პირველ ეტაპზე მუშაობს გამოცდილება და ეს გამოცდილება რაღაცნაირად უნდა დავამტკიცოთ. მე ჩემი გაგიზიარეთ, როგორც გავაკეთე. ამის შემდეგი, ესე ვთქვათ, საკითხი, რასაც მე დავაკვირდი, აქ დავაკვირდები სულ არის იმედი იმისა, რომ ვინმე დაგეხმარება. და ეს ვინმე, ის კი არა ვინმე ქუჩაში გააჩერო, თუმცა ქუჩაშიც რო გააჩერო, შეიძლება დაგეხმაროს. ვინმე, ვისაც იცნობ შენი ქვეყნიდან, იცი რომ წამოსულია, ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ამ მიმართულებით ამ ქვეყანაში, ასეთ ჩემი დაკვირვებაა. მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი მოლოდინები მართლა გულწრფელად არ მქონდა, იმიტომ რომ არ ვთვლიდი, რომ ვინმეც დახმარება დამჭირდებოდა, ასე, პირველ ეტაპზე ვლაპარაკობ დახმარებად, მაგრამ რაღაცა კატეგორიის ადამიანებს უბრალოდ ესე გულუბრყვილოდ
რომ შევეხმიანე, ვამბობ მოსაკითხად, ანუ რო იცი რომ ადამიანი არის ამ ქვეყანაში და გინდა რომ შენი სოციუმი ყავდეს აქ, ხო? შენი გარემო შეიქმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე დღეებიდან თუ ამას მოახერხებ, იმიტომ რომ მინიმუმ მოსაუბრე ყავს და რაღაცნაირად ემოციებს რაღაცნაირად გამოამჟღავნებ და მოკლედ ორთქლს გამოუშვებ თუ დაგჭირდა. ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ალბათ ბევრი ისედაც არ ამყავდა რომ ჩამოვედი საკონტაქტო, ჩემი გარემოცვიდან ბევრი არ იყო იმ დროს აქ. მაგრამ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად შევეხმიანე იმისთვის, რომ სადმე გავსულიყავით და ყავა დაგველია, მივხვდი, რომ ძალიან არიდებდნენ თავს შეხვედრას. და ეს იყო ძალიან საინტერესო იმ პერიოდში, ეხლა კი ხვდები რაც არის და საერთოდ ქართველებისადმი შიში თუ თავის არიდება საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს აქაც სამწუხაროდ. მაგრამ ამას აქვს მიზეზები, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ხარ შეიძლება განაზოგადო, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ესეც არის. შესაბამისად, იქ უკვე მარტივად ჩემი მოლოდინი იმისი, რომ თუნდაც დასაყრდენად შეიძლება სოციალიზაციისთვის გამოიყენო ის ადამიანები, ვინც გამოიყენო არა, ისარგებლო იმ ადამიანების ნაცნობობით, ვისაც იცნობდი შენს ქვეყანაშიც, რაღაცნაირად ესეც ჩამოგეცლება. მოკლედ, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა მარტოობაში თავისუფლების ქვეყანაა, მარტოობაში უნდა მოიპოვო ყველაფერი, მარტოობით. და მაშინ ცოტა კი არა, კარგად გაძლიერებს. ძლიერდები და ხდები აბსოლუტურად ადაპტირებული ხდები ამ გარემოსთან. და ეს გარემო არ არის, ესე ვთქვათ, იმედიანი გარემო ნამდვილად არ არის. აქ არავინ არ როგორც არ უნდა ეს ახლა ძალიან არ ჩათვალოთ, რომ გადააჭარბებულად რაღაცას ვამბობ, მე ხო კონსულტაციას არ გიწევთ ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ გიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებას აქ ცხოვრებასთან და აქაურ ემოციებთან და საერთოდ მნიშვნელოვან ცნებებთან დაკავშირებით, აღქმასთან დაკავშირებით ცნებებს. ხო, ანუ არავინ არ გიმარტივებს ცხოვრებას. როგორც კი შენ რაღაცა საზოგადოებაში რაღაც საკითხს წამოჭრი მაგალითად, ხო, რომელიც შენ გეხება, რომელშიც ეხლა იმყოფები, აი ამ პროცესში ხარ რაღაცის კეთების და მოლოდინი ხო გაქვს, რომ ადამიანი, რომელსაც ესაუბრები, ან ადამიანები, რომელსაც ესაუბრები, გაგიზიარებენ რაღაცას, ან ისეც გეტყვიან საკუთარი გამოცდილებიდან, რომ იმედის მომცემი იქნება, ხშირ შემთხვევაში აქ რა ხდება, ეგ რა არის, მე ისეთი გამოვიარე, მე ეგ რას ჩვენ დროს იყო საშინელება, ეხლა როგორი მარტივია, მე ეხლა ჩამოვედი და ჩემთვის ეს სირთულეები არის ახალი. და იმის ნაცვლად, რომ ის გამიზიარო, როგორ დაძლიე და რა გზებია, ანუ ჩვენ ხო მუდმივად რაღაცაში ვითარდებით, ანუ რაღაცებს ხო ვსწავლობთ და მე რომ 3 წელი, 4 წელიწადში აქ რაც ვისწავლე, დღეს ჩამოსულ ადამიანს რომ ნიშნის მოგებით დაუწყო ლაპარაკი, რომ მე 4 წელიწადში იცით რამდენი რამე ვაკეთებ, ცადე და ასე შემდეგ. ეს გავიგე, მაგრამ იმ ადამიანს რეალურად სჭირდება მოკლე გზა, ნაკლები იწვალოს და შენი გამოცდილება გაუზიარო, იმიტომ რომ შეუმსუბუქო. აი რა გიშავდება ამით ან რაღაც. აი რატო გინდა რომ იგივე გზა გაიაროს? გულწრფელად ვამბობ, არ მინდა არავინ, თუნდაც მიუხედავად იმისა, მე დიდი რთული გზა აქ არ გამივლია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. ემოციურად ბევრი სირთულეა, რა თქმა უნდა, გენატრება ოჯახის წევრების, შვილები გენატრება, მნიშვნელოვანი დღეები მათ გარეშე, ესეთ შენს გარეშე უბრალოდ მოხდა მათი რა ვიცი მე, თუნდაც ქორწილი ჩემი შვილის შემთხვევაში, ხო, მეორე შვილის სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტში და სხვა ქვეყანაში წასვლა. ანუ ეს ბევრი რაღაცაა, ყოველდღიურობაში უზარმაზარი პრობლემები გაქვს. პრობლემები კი არა, ემოციურად ხარ რაღაცნაირად, მაგრამ აი ამ საუბრებში, როცა ადამიანი ხედავს, რომ რაღაცაში შეიძლება, რომ სიტყვა შეაწიო, იმედი მისცე და შენ ამას რაღაცა მაღალი პედესტალიდან ელაპარაკები და ეუბნები, რომ იცი რა, ეს არაფერია. როგორ არაფერია? იმ ადამიანისთვის ძალიან ბევრია. ყველა ადამიანს თავის ტვირთი აქვს, თავისი ემოციური მდგომარეობა აქვს, რომელსაც ვერასოც ვერ შეადრი, ხო? ეხლა მე ესეთი გამოვცადე, ვიღაცამ შეიძლება ჩემი მდგომარეობა ტანჯვად ჩათვალოს, თქვათ, რაც მე გამოვიარე. ვიღაცისთვის არაფერია. მოკლედ, ხო ხდებთ. ამიტომ ეს მოლოდინიც ჩემი დაკვირვებით მალე ქრება, რომ აქ იშვიათი გამონაკლისების გარდა
დამხმარეთ, ლოკომოტივად, რაც გინდა დაარქვით, ვინმე ჩაგიდგება და დაგაკვალიანებს. ამიტომაც არის რაღაცეები, რაზეც ძალიან ბევრი ფიქრი და ენერგია იხარჯება და ძალიან ბევრ რაღაცის გადაფასებას აკეთებ. ძველი ჩამოსულები ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძველი ჩამოსულები ისე უყურებენ ახალ ჩამოსულებს, თითქოს თავად რომ ჩამოვიდნენ, სასწაულებს ახდენდნენ.